საღამო მშვიდობის მეგობრებო, თქვენთან მოვედი, ჩემო ძვირფასებო. მაპატიეთ გუშინ რომ ვერ შემოვედი თქვენთან. ქუცურამ არ მომასვენა. აი მეგობრებო, არ მომასვენა ქუცურამ. სამაგეროდ გული ამოვირეცხე. კი. რაც მინდოდა ყველაფერი მივაყარე ჩემო ძვირფასებო. თქვენთან რა ხდება? სიმშვიდე გაქვთ? იმედია გაქვთ? კარტები ცვივა. აბა მეგობრებო, რა გეგონათ? აი ესე გააქტიურდება, ესე გააქტიურდება, უარეს გააკეთებს კიდე. ხო, კიდე. თავისი ტყუილებისაც წაიღოს ახლა. ფიქრობს, როგორ გამოასწოროს და როგორ დააბალანსოს. ჩვენ აი როგორ დააბალანსოს ურთიერთობა ამდენი ტყუილების შემდეგ, ჩემო ძვირფასებო. ზოგადად, როცა გეუბნებით, რომ არ უნდა გახვიდეთ კონტაქტზე, ბევრი უმეტესობა, თუ არ გაითვალისწინებთ ზოგადად, რასაც კარტებთან, დასტებთან მოისმენთ, შედეგებს დააგვიანდება და იცოდეთ. ხო. ერთი წუთით ახლავე მოვალ, ერთი წუთით და მოვალ. აი მოვედი ჩემო ძვირფასებო, მადლობა საჩუქრებისთვის, ხო. და ზოგადად ასე ხდება, კი, ჩემო მეგობრებო, თუ კი არ გაითვალისწინებთ იმ რჩევა დარიგებებს, რასაც ჩვენი დასტები გვეუბნება, ცოტა რთული იქნება შედეგი, იცოდეთ, აქედან გავთხილებთ ყველას. ამიტომ გეუბნებით, რომ დაიცავით დისტანცია, როდესაც გეუბნებათ კარტი, რომ არ გახვიდეთ, არ უნდა გახვიდეთ. როდესაც გეტყვით კარტი, რომ აი მოусმინეთ, უნდა მოусმინოთ. ხო და მეც დავჯექით წუხელ და მოусმინე და რომ მოусმინე მეგობრებო ბოლოს, ხო? მივაყარე და ისეთები მივაყარე. დედას გეფიცებით მეც გამიკვირდა. აი გახსოვთ ჩვენი ერთ-ერთი საჯარო ლაივი. გამიკვირდა ჩემი თავის, ეს მე ვარ, ეს მე ვუთხარი, აი ზუსტად ვუთხარი მეგობრებო. დედას გეფიცებით, კი? მოკლედ მოგესალმებით ყველას, მშვიდობიანი ლაივი გქონოდეს, სასიხარულო ამბები მოგვესმინოს, საღამო მშვიდობის, გაიხარეთ ჩემო ძვირფასებო. მოკლედ არაფერზე არ ინერვიულოთ მეგობრებო, ზოგთან ადრე მოვა, ზოგთან შეიძლება დააგვიანდეს, ჩემთან 4 წელი დააგვიანდა, ნუ რა ვქნათ, ხო? ნუ რა ვქნათ, ხო, 4 წელი მეგობრებო, 4 წელი. მომიტევეთ ახლა, თუ უცებ გინდათ, ეს უცებ არ გამოვა, 4 წელი მე ეს ადამიანი დაკარგული მეგონაა, კი. მოდი ახლა ჩვენი დღევანდელი საჯარო თემა იქნება, აი, იცით რა, რას ფიქრობს? ადამიანი რას ფიქრობს, ან რას ფიქრობდა, ან რას ფიქრობს, ან განშორების ჟამს. ვისთან რას ფიქრობდა, ვისთან რას ფიქრობს, ანუ სიტუაციას, თუ კი გამოვიდა თქვენთან კონტაქტზე რომელიმესთან, იმასთან მოდი ასე იყოს, რას ფიქრობდა ამ განშორების ჟამს. ვისთანაც არ გამოსულა, აი იმისი ფიქრები ესე წავიკითხოთ, რას ფიქრობს ამ დაშორების დროს ახლა, აი რას ფიქრობს ამ სიტუაციაში, რაშიც ხართ ახლა მეგობრებო. რა შთაბეჭდილება აქვს თქვენთან დაკავშირებით. აი თქვენზე ფიქრის დროს რა მოქმედებას ჩადის ეს ადამიანი, რეაქცია როგორი აქვს, რა ემართება მას ამ დროს. არაუშავს, არ ინერვიულო. არ ინერვიულო, ისეთები უთხარი წუხელის მე, დედას გეფიცები მეც გამიკვირდა. აი ზუსტად. უთხარი, ეხა კი არ შემიგინებია მართალია, მაგრამ ხო, არ შემიგინებია, მაგრამ კი. მაპატიეთ, ნაყინი ვჭამე, ნაყინი მიყვარ ძალიან ჩემო ძვირფასებო. დღე არ გავა რომ არ ვჭამო.
დილით არა, მაგრამ შუადღით და საღამოს ღამით უნდა ვჭამო, არ შემიძლია, ძალიან მიყვარს. ზამთარ ზაფხულ ესე მაქვს წესად, რომ ნაყინი უნდა ვჭამო დაწოლის წინ. ხო, პატარა ბავშვი ვარ მეგობრებო, ნუ რა ვქნა, მიყვარს. ხო, მოკლედ მისი ფიქრები იმ სიტუაციაში, რაშიც ხართ ახლა მეგობრებო. თუ წასულია, რას ფიქრობს? თუ მოსულია, რას ფიქრობდა? ხო. აი მისი ფიქრები, რას ფიქრობს? რა შთაბეჭდილება აქვს თქვენთან დაკავშირებით? თქვენზე ფიქრის დროს რა ემართება მისი მოქმედება, რეაქცია, ზოგადად ამ დროს რა ხდება მის ორგანიზმში? გავარკვიოთ ყველაფერი, ჩემო ძვირფასება. იმედია ჩაიფიქრეთ პარტნიორი რაღა დროსაა ეგი, მაგრამ მაინც ხო და ისა რა ქვია. დავიწყოთ მეგობრებო. ფიქრი, მისი ფიქრები. ყველანაირი ფიქრი მისი ყველანაირი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. ხა. მეგობრებო, რა მაგარია? აბატონო, როგორ მიყვარს? ხო, მეგობრებო, იმდენად ცუდად იყო ამ განშორების დროს. იმდენად საშინელ მდგომარეობაში იყო ამ განშორების დროს. ახლა კი ბევრი პარტნიორი ძალიან ისეთი ამაყია და ქედმაღლური. ნახეთ აქ მეგობრებო, როგორი შთაბეჭდილება აქვს, როგორი სიამაყე აქვს სურათში. დიდი მადლობა. ნაყინი კი. ნაყინი მიყვარს განსაკუთრებით. აი εν რაოდენობით შემიძლია შევჭამო ჩემო ძვირფასებო. აი უზომოდ შემიძლია ვჭამო. 1 კილო ნაყინი კოლოფით შემიძლია დავიდო და შევჭამო. აი რა ვქნა. ჩემი მინუსია თუ პლუსია მიყვარს კი. აი თქვენი პარტნიორის გამომეტყველება ნახეთ, ჭერმეტყველის გამომეტყველება. ვისას გავს მეგობრებო, დამიწერეთ. კუცურა. ვისას გავს? ეი და გო, ვისას გავს და? ხო, ეხლა მე ცოტა ბათუმურ კილოსაც ჩავთავ. მოკლედ მეგობრებო, ფიქრობდა თავის ბედის ბორბალი როგორ დაეტრიალებინა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იყო. აი უბრალოდ თქვენს წინ ამოვიღებ კარტებს. აი ესე დაგანახებთ, ნახეთ? იმდენად ცუდად იყო, რომ იფიქრა, რომ ბედის ბორბალი უნდა დავატრიალო. ან რა მოხდება, რომ ბედის ბორბალი დატრიალდესო. ნახეთ მეგობრებო, აი როგორ უნდა და გამოქცეულიყო თქვენთან. თავისი ბავშვური, შინაგანი ბავშვი რო გაეღვიძებინა, რო გაეხარებინა, რო თავის აი იმდენად ეწინააღმდეგება ეხლაც საკუთარ თავს, აი ეხლაც მეგობრებო, ატორმუზებს მაგრად. ბოლომდე მაინც არ გაჩვენებთ თავის რეაქციას, თორე შიგნიდან აქვს სასწაული შეგრძნებები ამ ადამიანს. ხო, გულდამტვრეულია, აი შიგნიდან აი დამსხვრეულია, რო იტყვიან. ძალიან გულგატეხილია ეს ადამიანი. შიშები აქვს ეხლა. შიშები აქვს იმის, აი იცი რა აქვს? თავდაჯერებულობა აქვს დაკარგული, საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული მეგობრებო, ხო. ისე უნდა რომ ეს ყველაფერი დაამთავროს, დაასრულოს, უნდა რომ აი ეს სიმძიმე მოშორდეს მას. ძალიან დაღლილია, კი. შავი ხვრელი არის კი ურთიერთობაში, მაგრამ ამ შავი ხვრელის მერე ფიქრობდა იმას და ფიქრობს იმას, რომ აი ეს აღმოცენდეს ახალი ყლორტები. ხო, ამას ფიქრობდა მეგობრებო და ფიქრობს. კი ბატონო. ძალიანაც კარგი. ხო, ძალიანაც კარგი. ეხლა არც ერთი კუცურა 4 წელი ქალის გარეშე არ იქნება, ხო? მე მგონი დამერწმუნებით მეგობრებო, ხო? კუცურები 4 წელი. ხა ჩვენ მანდილოსნებს რო შეგვიძლია ბევრს, ყველაზე არ მაქვს საუბარი. აი ადამიანს იმდენად უყვარს, რომ სხვისკენ არც გაიხედავს, ხო? მაგალითად. აი მამაკაცები მაგალითად მამაკაცების უმრავლესობა ნუ ქალებშიც არის რა თქმა უნდა, მაგრამ მამაკაცები აი არ ამგონია რომ დარჩნენ პარტნიორის გარეშე. ხო, აბა რა, ეხლა როდესაც ტაროებს უსმენ თავისთავად. მოკლედ მეგობრებო, მისი ფიქრები კონკრეტულად ფიქრობს რაღაცაზე. მეგობრებო, კონკრეტული თვალთვალია თქვენი, გაკონტროლებთ, მოკლედ კონკრეტულად გაკონტროლებთ მეგობრებო. კიდევ არ გეგონოთ რომ სადმეა წასული. იმდენად მოზღვავებული აქვს ენერგია, აი ეხლა არის ცხელ ენერგიებში, მეგობრებო, ცეცხლის ენერგიებშია.
ამას არავის არ ეუბნება და არც გეტყვით. მის ფიქრებს არ გვეუბნება მეგობრებო. თორემ ნახეთ ქვემოდან რა კარტია? არა უშავს უდაგბლოკა. არა უშავს. მე დაბლოკილი მყავდა 4 წელია და მაინც მომაგნო. არა უშავს. არა უშავს, არის ნერვიულო, თვითონ მოგძებნის. ხო, აი მისი ფიქრები. მეგობრულად უნდა მოსვლა ჯერ, უნდა რომ აი ესე იყოთ ერთმანეთში. სიბერემდე. ჭორების ეშინია, მაგრამ რა ქნას, ხო. პაჩინინი, მე მგონი თავდახრით მოვა მეგობრებო, აი, ნუ ეხა ყველასთან ვერ ვიტყვი ამას, ამ ყველაფერს, მაგრამ ბევრთან მოვა თავდახრილი. ვისთანაც ძალიან დიდი ხნის განშორებაა უკვე, ვისთანაც უკვე რაღაცები მიმხვდარია ეს ადამიანს და ცოტა გააზრებული აქვს მეგობრებო. იმასთან უკვე მოვა, კი. იმიტომ რომ იმას ამ ადამიანს ვისთანაც ძალიან დიდი ხნის განშორება, უკვე გადახარშული აქვს ეს ყველაფერი. უკვე სამყაროს ჩაკაკუნებული აქვს მისთვის მეგობრებო, ამიტომ კი. ესეთებმა უფრო ადრე ელოდეთ, ადრეულ დროში ელოდეთ უფრო. კი, აი მოდის კი, მეგობრებო, აი რა ვქნა, მოდის. არ უნდა მას რომ გითხრათ, მაგრამ მოდის. ბედნიერებისთვის მოდის, თქვენ ხართ მისი ბედნიერება. ამას ფიქრობს, რომ მოვიდეს, გული გადაგიშალოთ, თავდაჯერებულად მოვიდეს. მეგობრობაც გქონდეთ ერთმანეთში, თუმცა ეშინია ჭორების. არ ვიცი რატომ ეშინია ამ ჭორების, მაგრამ ჭორებზე ფიქრობს, კი. რაღაც შეიძლება იმასაც ფიქრობდეს, რომ რაიმე ისეთი აქ დაშავებული, რომ არ უნდა რომ თქვენ გაიგოთ. ხო, ქუცურამსაც გაქუცურდა და კი. რა პრობლემაა? მეგობრებო, ასე რომ მისი ფიქრები სხვათა შორის შიშზეც არის და კი, იმაზეც არის, რომ ძალიან დიდი სიყვარული აქვს თქვენთან და თქვენთან უნდა დაბრუნება ამ ადამიანს, ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, ამ ყველაფერს არც არავის არ ეუბნება. და ნუ რა ქნას, ხო, თითქოს და ეს არის მისი მიუღწეველი ოცნებაც, ესე ამასაც ფიქრობს, მაგრამ რა ქნას. ფანტაზიებში წარმოგიდგენთ კიდევ ეს ადამიანი. ხო, სამყაროს დიდი იმედი აქვს სხვათა შორის, მაგრამ სამყარო რატომღაც სამართლიანად ერევა მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ სამყაროს თავისი კანონები აქვს მეგობრებო. იცით, სამართლიანობა და კანონები და პრინციპები აქვს სამყაროს თავისი. ამიტომ აი ეს ის კარტია ჩვენ რომ ამის წინ გაშლაში ამოგვივიდა საჯარო ლაივში მეგობრებო. მოკლედ ეს ადამიანი ვისთანაც გამოჩნდება, ჩემო ძვირფასებო, ამას ფიქრობს რომ მოგიბოდიშოთ, დაგიფიცოთ, დაგიმტკიცოთ, სულიერად, მორალურად, არ ვიცი, დაგეთანხმოთ, აი ყველაფერზე ხელს მოაწერს, აი დაჩოქილი, ხელის გულზე გატარებთ, აი არ ვიცი რაც გინდათ, ეხლა რაც მოგივათ, კარგის მხრივ გონებაში იფიქრეთ ის, რომ ეს ადამიანი ყველაფერზე თანახმა ოღონდ თქვენთან დაბრუნდეს. ხო, ყველაფერს გააკეთებს, რასაც ეტყვით, ოღონდ თქვენთან დაბრუნდეს და თქვენ ამის საშუალება მიცეთ. მე არ ვაძლევ მაგალითად, თქვენი არ ვიცი. ხო, ეხა ასე ადვილად არ ვაძლევ მეგობრებო. ეს რამდენხანს გასტანს ეს კიდევ მე ამას ჩემ თავს ვერ ვუბძანებ, მაგრამ ხო, ზოგჯერ როგორ ვარ იცი, აი ხელგაშლილი არ დავხვედრივარ. აი რაც მინდოდა მეთქვა, იმას ვეუბნები. რაცაც თვლის საჭიროთ და არ მომწონს, აი ეგრევე ვეუბნები და აი ეს ყველაფერი არ ჯერავს რომ მე ვარ, იმიტომ რომ იყო დრო რომ თავდახრილი ვიყავი, მაგრამ ეხლა აღარ ვარ, ვერ მცნობს, ერთი სიტყვით ვერ მცნობს. ხო. ამიტომ უნდა კი დაიფიცებს ყველაფერს, რომ ოღონდ თქვენთან დაბრუნდეს. სამყარო ძალიან დიდი იმედი აქვს კიდე მეგობრებო. მოკლედ უბედურ დღეშია ქუცურა. მაგრამ ამ ყველაფერს არავის არ ეუბნება. ხო, და აი ვისთანაც გეუბნებით, კიდევ გავიმეორებ, ვისთანაც დიდი ხნის დაშორება არის, იმ მხოლოდ ერთეულებისთვის შეიძლება რეზონირდეს ის, რომ უკვე გამოჩნდება ადამიანი და ან გამოჩენილია უკვე და კამათობთ რაღაც მსგავსი, აი როგორც ჩვენ მაგალითად ისე და დაიფიცებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რასაც თქვენი სურვებთ, ანუ თქვენ როგორც გინდათ, ან თქვენ რასაც ელოდით მისგან იმას გააკეთებს. მან ხო იცის თქვენ რას ელოდით მისგან? დაიფიცებს, რომ იმას გააკეთებს, კი. ანუ ყველაფერზე თანახმაა
იმაზე, რაც თქვენ გინდათ, რაც თქვენ გსურთ. ოღონდაც თქვენთან იყოს და ოღონდაც თქვენ მიიღოთ და ხელი არ კრათ. არ ჰკრათ ხელი. ყველაფერს გააკეთებს კი. ხო, მოკლედ მეგობრებო, რა ვიცი, რა იმართება და ელეთ-მელეთები ემართება ადამიანს. ანახეთ ქვემოდან რა არის. კი, მეგობრებო, რა ვიცი. სალამი ყველას, მოგესალმებით. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. არ დაიგვიანე, აი რაღაც შესავალზე მოგვისწარი კი. მორიელი შენ ხარ. მორიელი, აბა როგორაა შენი მგზავრობა გადაადგილების ამბავი? ძამა როგორ ხარ, ძამა? შენ ხარ იცი როგორი ადამიანი, სადაც მიღამდება, იქ მითენდებაო, ხო? ეხლა რულთან თუ ხარ და თუ მგზავრობ და გადაადგილების პროცესში ხარ, არა საჭირო დაგვიწერო აქ რამეები. მერე ჩვენ არ დაგვაბრალო. მერთმა დაგვიფაროს და. ხა. შინ მშვიდობით მიდი თუ ღმერთი წამს. საღამო მშვიდობის ყველას ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, გაიხარეთ. მოკლედ თქვენ ხართ ჩემი სტიმული რო იტყვიან. ოღონ მართლა. ეხლა სრულთან ვარ. კი, ვიცი, ხვდები. ძალიან გიყვარს სრული, ხო? აი შენზე იტყვის ადამიანი სამკუთხედშიაო, იმიტომ რომ რული გიყვარს. ადამიანს ვისაც მხოლოდ ესეთი რაღაცები უყვარს, ამას ქვია რულიც სამკუთხედია. ცოცხი აქვეა. ცოცხი აქ არ ინერვიულოთ მეგობრებო, ეს ყოველთვის იქნება აქ. გარანტიას გაძლევთ. აი ეს არ გაფუჭდება აქ ყოფნით. მისი ჭირიმე როგორ მიყვარს. ნახეთ როგორი საყვარელი თვალები აქვს. აი? ხო. აბა რა? ეს ჩვენ აქ საქმეს გვიკეთებს ჩემო ძვირფასებო. კი ბატონო. როგორ მსიამოვნებთ თქვენთან ყოფნა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ მეგობრებო. მუშაობ, მორიელ, ღმერთმა მშვიდობით გატაროს ძამა. გაიხარე. ეგება და შენც ვაიმე ხა მორიელ დაოჯახებული ხარ თუ არა, მინდა გკითხო, იმიტომ რომ ეხა ისეთი რაღაცის თქმა მინდოდა, რომ უცებ დავატორმოზე. არა, კითხვები არ მაქვს. არ ხარ დაოჯახებული, ხო და ეგება ამ გადაადგილებაში გამოკრა ვინმე ხელი ძამა. კარგად გეიხედ, გამეიხედე იქეთ-აქეთ. ეი და გო შეგხდეს ეგება. ჯო. საჯარო გაშლა კი. საჯარო გაშლა მეგობრებო. კი ბატონო. მოკლედ ჩემო ძვირფასებო დავიწყოთ ეხლა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ. ხუმრობა კარგია, მაგრამ ვაუ ჯო, აბა რა, ჯო ითქმება ბიჭზე. ჯოს უძახიან ბიჭს. ჯო არა, ჯო. ეი და ჯო, მოდი აგზე. რაღაცნაირად იციან თქმა. უფრო კარგად ამბობენ უფრო იქეთ. ზემო აჭარაში. მშვიდობიანი და ბედნიერი გზა ძამა, წარმატებები. არა, შინ წინდელი ლაივი იყო სასწაული. გაიხარეთ. მეც ვხარისობ თქვენთან ერთად მეგობრებო, რატომაც არა, მეტი რა დაგვრჩენია, რატომ უნდა ვინერვიულოთ ყოველ საღამოს, ხომ არ მეტყვით? აი ვის გამო, არ ჯობია ვიხალისოთ? ხო ჯობია, ხო და всё. გამწარებული ქალი რაღაც უნდა ხა დასტოინ ადამიანს. ჩვენ ეხლა მასე არ ვართ, ლელა, ჩემო კარგო. რატო განერვიულებს მერე? დაიკიდე გულზე მოგეშვება. ხა, აი? მოკლედ ჩემო ძვირფასებო დავიწყოთ ეხლა. მე როგორც ყოველთვის ეხლა ისეთი თემა გვაქვს დღეს პარტნიორის ფიქრი, კუცურას ფიქრი, ჩვენი კარტები უნდა გადავატრიალო ნახევარი მეგობრებო, რომ წავიკითხო ბევრი შინაარსი. ხა. განერვიულებს, მაგრამ არ ნერვიულობ, ხო?
ხო, მე იმ ფერებს მწერდა შემირიგდიო. ხო, მე მწერდა შემირიგდიო. მე უთხარი არ მე მივწერი არ ვარ გაბრაზებული მეთქი, იმიტომ რომ ეხა იმას რომ მივწერო მე კიდე გაბრაზებული ვარ და ვაიმე გული მტკივა და ვიტირე და ვიცრემლები და რა სისულელია. მე უთხარი არ ვარ გაბრაზებული. საერთოდ არ ნერვიულობ მეთქი, არც ბრაზობ, არაფერი, უბრალოდ მე უთხარი ხო რა, არა მეთქი. ბოლოს ისეთები მივწერე მეგობრებო, რომ ეხა აქ ყველაფერს არ ვიტყვი, რაც მივწერე. ხა. სალამი ყველას, სალამი მეგობრებო. დააგზდებს მასია ჩემიც, არის ნერვიულოა. არ უნდა შეიმჩნიო, რა თქმა უნდა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი პარტნიორის ფიქრები, შთაბეჭდილებები ჩვენთან დაკავშირებით. რას გძნობს ჩვენთან ფიქრის დროს ეს ადამიანი? ანუ რა რეაქცია აქვს ჩვენზე ფიქრის დროს? ხო, ზოგადად სათაურს დავაწერ ჩვენ პარტნიორის ფიქრები ჩვენზე, ანუ რას ფიქრობს ჩვენზე, რაღაც ასე დავაწერ. ეხლა რასაც ვამბობ, ყველას ხო ვერ ჩამოვწერ სტატიასავით, ამიტომ ჩვენი პარტნიორის ფიქრები, შთაბეჭდილებები, მოქმედებები ჩვენთან დაკავშირებით. და მისი რეაქცია ამ დროს, როდესაც ჩვენზე ფიქრობს. რა ემართება ამ ადამიანს და დავიწყოთ მეგობრებო. მეტი საქმე არ მაქვს. რას ფიქრობდა მეგობრებო და რას ფიქრობს და ფიქრობს იმას, რომ მოგატყუათ. ნუ ეხლა ამას არ გეტყვით, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიცი რომ არ გეტყვით, მაგრამ ფიქრობს კი. თლაც სულელი შტერი არაა. ხო, აი ესეთი ადამიანები მოგატყულათ. აი ესეთ წინასწარ მეტყველებს მოგატყულათ. არა და მან იცოდა რომ თქვენ ხვდებოდით რომ გატყუებდათ. მე მგონი კარგად ხსნი, ხო, მეგობრებო? ხო, მან იცოდა რომ თქვენ ხვდებოდით მის ტყუილს. მან იცის რომ თქვენ მიუხვდით მისი ტყუილი. კი, მიხვდა ამას უკვე რომ თქვენ მიუხვდით მას ტყუილები. კი, რომ სულ გატყუებდათ. კიდევ ის რომ თქვენ ძალიან გაწონასწორებული და დამშვიდებულები ხართ და თვითონ ეხლა გამწარებული ასე ყარაულობთ. კუდიანი ვინც გინდა იგი იყავი, ადამიანი იყავი და ვინც გინდა ის იყავი. ხო. მეგობრებო. ესე გითვალთვალებთ. მაგრამ თქვენ ხედავთ დამშვიდებულს. კი, მეც ხედავ დამშვიდებულს, რატომაც არა ეხა მას თუნდაც ვიყო ეხა აღელვებული და აშფოთებული დავანახებ თუ ხო არ დავანახებ, არა всё. მორჩა გათავდა. მორჩა კინო წავიდა სახლში. ხო, რას ფიქრობდა მეგობრებო? და რას ფიქრობს ზოგადად? თქვენზე როცა ფიქრობს, რას ფიქრობს? ნახეთ რას ფიქრობს. პასუხისმგებლობაზე ფიქრობს მეგობრებო. სხვანაირად ვეღარ მოვა თქვენამდე. გამორიცხულია. ფიქრობს პასუხისმგებლობაზე, ფიქრობს როგორ მოვიდეს თქვენამდე და პასუხისმგებლობა აიღოს. ამაზე ფიქრობდა სულ. კი, ამ განშორების დროს იმდენად ეტყობა ჩაუკაკუნეთ. კიდევ რას ფიქრობს? მეგობრებო, წყვილში ხართ უბრალოდ. აი ნახეთ. თვითონ ფიქრობს იმას, რომ თქვენ ხართ წყვილი, თქვენ ხართ ორი ერთნაირი. თქვენ ხართ სულ მეითები, ამას ფიქრობს თვითონ. აი მეგობრებო, ამას ფიქრობს თვითონ, რომ თქვენ ხართ წყვილი. თქვენ ერთად უნდა იყოთ, ამას ფიქრობს. სხვათა შორის მე მომწერა მაგი არ გაგიკვირდეთ? არა ბები მისისა. ხო. მეგობრებო, თქვენი კარტი ორივეს. გვერდი გვერდ ხართ. როგორც თქვენ ისევე თვითონ. კი. არ გეგონოს რომ სადმე არის ასული. როგორც თქვენ ფიქრობთ, ისე ფიქრობს ეს ადამიანიც. უბრალოდ არ გაჩვენებთ იგი. აი როგორც თქვენ აღარ აჩვენებთ, ისე არ გაჩვენებთ იგიც. მოკლედ მეგობრებო, ასწავლით ერთმანეთს ხო, როგორ უნდა მოიქცეთ. ხო. ესეთი ცოცხი რო გქონდეთ, ხო მოუცოცხავდით, ჩემო ძვირფასებო. ცოცხი. მაიმე როგორ მიყვარს თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ უბრალოდ. ხო, კიდევ რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? ფიქრობს მოსვლას, ფიქრობს პასუხისმგებლობის აღებას. ფიქრობს კარგს, კიდევ რას ფიქრობს? ხო, ფიქრობს იმას, რომ ძალიან მშრომელი ხართ, მუხჩახრილი შრომობთ. კიდევ იმას ფიქრობს, რომ აი რაღაც არაპატიოსნად მოიქცათ თქვენგან, უპატიოსნოდ მოგექცათ მეგობრებო. კი, ამას ფიქრობს, უსამართლოდ მოგექცათ.
ხო, აი დაქტოვად მოტყუებული, იმედგაცრუებული. აი რაღაც ესეთი, რას ფიქრობს კიდე? კი, მარტო დაქტოვად. თქვენ არავის არ ყავთ ახლა პარტნიორი, არ ყავთ. და ფიქრობს იმას, რომ თქვენთან შანსი ვერ გამოიყენა. თუმცა ფიქრობს იმასაც, რომ პაუზა ეს ურთიერთობა არის დაპაუზებული. თქვენს მიმართ რა შთაბეჭდილება აქვს ამ დროს ამ ადამიანს? აი როგორც აღგიქვამთ ეს ადამიანი. აი როგორც აღგიქვამთ. როგორი ხართ მისთვის? აი მის თვალში როგორი ხართ? ძალიან კეთილი ხართ, ძალიან თბილი ხართ და ამ სითბოთი და ამ გულკეთილობით მოგდით შეცდომები მეგობრებო. აი ამას ამბობს თვითონ. და მე შედიხართ მთვარეში ამის გამო თქვენი გულკეთილობით შედიხართ მთვარეში. კი, შედიხართ არასტაბილურობაში, თქვენ გასცემთ მეც და მე თქვენ ზიანდებით. აი ამას ამბობს ზუსტად. აი კოშკი. როგორი ხართ მისთვის, მის თვალში, როგორი ხართ მეგობრებო და ყოველთვის შეგიძლიათ აიღოთ სადავეები ხელში და ცხოვრება ახლიდან დაიწყოთ. კი, შეგიძლიათ მაინც მიუხედავად ყველაფრისა ადამიანებს გვერდით დაუდგეთ. შესთავაზოთ დახმარება ვის რა შეგიძლიათ, ხელი გაუწოდოთ დახმარების. აი ეს შეგიძლიათ. კი, ამას ფიქრობს თვითონ. თუმცა ისიც შეგიძლიათ რომ ერთხელაც თავზე ჩამოამხოთ ყველაფერი, რატომაც არა? აი ესე შეგიძლიათ. ხო, აი ესე შეგიძლიათ, რომ ესე ჩამოამხოთ ყველაფერი, ზუსტად თუ დაიმსახურებს. ზუსტადაც მეგობრებო. კიდე, მოდი ახლა ვკითხოთ, რა ემართება თქვენზე ფიქრის დროს ამ ადამიანს? ხო, აბა რა, თავზეც უნდა ჩამოამხოთ, თავის დროზე კიდევაც უნდა დაამხოთ. კიდევაც უნდა მოეფეროთ, კიდევაც უნდა მოესიყვარულოთ, ყველაფერი უნდა იცოდეთ მეგობრებო. მხოლოდ ერთ მატორზე თავდახრილი მისი მონამორჩილი არ უნდა იყოთ. ესე ადამიანის გულს ვერ მოიგებთ ვერაფრით. საწოდავი ვინ? ვინა საწოდავი ისაა საქმე? ვინ გეწოდება? ლელა ვინ გეწოდება? კუცურა შეგეცოდა ხო იფერ დღეშია. მისი რეაქცია ამ დროს. როცა თქვენ თავზე ამხობთ ყველაფერს, იცით რა არის? საკუთარი თავის სასარგებლოდ კამაც იწყებს. თავის მართლებას იწყებს მეგობრებო. ხო. მისი რეაქცია ამ დროს გარბის. აი გარბის მეგობრებო, მისი რეაქცია გაქცევა. და გაქცევა მანამ სანამ არ მიაღწევს თავისას. იქით გაქცევით აღწევს ყველაფერს მეგობრებო. თუმცა ზოგიერთებთან შეიძლება ისე იყოს, რომ აი ყველაფერს აკეთებს თავისი მიზნების მისაღწევად. მისი რეაქცია ამ დროს ყველანაირ ხერხს იყენებს მეგობრებო. რომ თავი გაიმართლოს. კი. ძალიან დამოკიდებულია თქვენზე ამ დროს ფიქრებში როცა არის ეს ადამიანი მეგობრებო. აი იმდენად დამოკიდებულებაში შედის თქვენთან რომ ცუდად ხდება. თქვენზე ფიქრის დროს კონფლიქტებში შედის სხვასთან. აი თქვენზე როცა ფიქრობს, თქვენ ეხლა ერთად არ ხართ. ეს ეხლა უკვე მეგობრებო ამაზე ორი აზრიც აღარ არის უკვე. აი როცა თვითონ ფიქრობს თქვენზე ხო? ამ დროს თქვენ რომ ვერ გწვდებათ ხო? სხვას ეჩხუბება, ოჯახის წევრებს ეჩხუბება მეგობრებო. იქ გადადის კონფლიქტში. გაუცხოება აქვს დაწყებული უკვე ყველასთან თქვენ გამო. თქვენზე ფიქრის დროსაც კი. შეყარებულები ვართ ხო? თქვენზე ფიქრის დროს
მოკლედ იმდენად ფანტაზიებშია მეგობრებო ეს აუ რა სასწაული ვინმეა იცოდეთ უბრალოდ თქვენზე ფიქრის დროს რას აკეთებს იცით მეგობრებო ფანტაზიებში გადადის ილუზიებშია ოცნებობს და ამ ოცნებებით შორს მიფრინავს მეგობრებო და მას გონია ამ ოცნებებში აწყობს ამ თქვენს ურთიერთობას ალაგებს ფიქრობს ზრდაზე შრომაზე ურთიერთობაზე ფიქრობს ამ დროს თითქოს ფიქრობს იმასაც რომ უცებ დაალაგებს ამ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ასე ერთი მოცოცხვით ყველაფერს მოაგვარებს მისი ჭირიმე და უცებ მეგობრებო ფიქრებიდან რომ გამოდის მიწაზე ენარცხება ხო არა და ხელები უნდა რომ გაშალოს რომ გამარჯვებული ვარო მაგრამ მიწაზე ენარცხება მეგობრებო ვარდისფერი სართვალები უვარდება ძირს ხო მიწაზე კი არ ენარცხება ბალოჩი ვარდება ბალოჩი ვარდება მეგობრებო ცოცხი ეს კაი რამე მოვიფიქრე მე კაი რამე მაქვს მეგობრებო ოღონ მართლა ხო აი ესეთი რაღაცები ემართება ფანტაზიებში ილუზიებში მიფრინავს შორს მეგობრებო ფრთები გაშლილი აქვს ასე გაშლის ფრთებს მეგობრებო ურას დეიძახებს და ურას რომ დეიძახებს უცებ ვარდება წუბეში აგერ კი დგას ნახეთ სად დგას ყეში მისდა მარტო საცხა იმალება ყველადან და კია ასე ფიქრობს თქვენზე საცოდავი მისი დღეი ამოყირავდა ის საცოდავი ამოყირავდა მეგობრებო მოდი ახლა ვკითხოთ კითხვას თუ გვაცლის კი ვკითხავ მეგობრებო კითხვას თუ გვაცდის ვკითხავ კი შევეკითხები აუცილებლად მოდი ახლა მე მინდა ვკითხო აი როდის გამოვა ამ ფიქრებიდან ეს საცოდავი როდის გამოვა ამ ფიქრებიდან ყველანაირ ხერხს გამოიყენებს მეგობრებო ამ ფიქრებიდან რომ გამოვა მაგრამ უფრთხილდით ამ ადამიანს ძალიან უფრთხილდით ისევ ტყუილები ისევ შეცდომები ისევ დანაკარგები მოკლედ ამ ადამიანს ეხლა თუ კი რაიმე მიღწევები აქვს მეგობრებო აი ამ ფიქრების დროს იმასაც ფიქრობს არაფერი აღარ ახარებს რა თმინდოდაო ამბობს ან ეს სიმდიდრე რა თმინდოდა ან ეს ფული რა თმინდოდა ან ეს ქონება რა თმინდოდა ან ეს ბინა რო ვიყიდე რა თმინდოდა ან მანქანა რომ გამოვცვალე რა თმინდოდა ან სახლი რომ შევიძინე აგარაკი რა თმინდოდა ან სხვა საყვარელი რა თმინდოდა ან ცოლი რა თმინდოდა ან რატომ დავშორდი იმას რა მინდოდა ვის რა გაქვთ მოირგეთ თქვენ სიტუაციას ხო რა მინდოდა, რატომ შევცდი, რა დავაშავე, სად დავაშავე, ყველაფერზე ფიქრობს მეგობრებო. რატომ შევცდი, რა თმინდოდა რომ შევცდი. ამას ყველაფერზე ფიქრობს, არ გეგონოთ რომ არ ფიქრობდეს. ნახეთ როგორ აქვს ქვემოდან სამართლიანობის კარტი. ეხას მას რა ქვია, ზოდიაქოს არ მივაქციოთ დიდი ყურადღება, მაგრამ ზოგიერთებთან შეიძლება გათამაშდეს სასწორი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანი. კი, შეიძლება იყოს ლომიც, არ გამოვრიცხავ, სამართლიანობაც, კი, ხა არ მივაქციოთ ზოდიაქოებს მეგობრებო, ყურადღება. ძალიან ბევრ დანაკარგებშია და ფიქრობს ამაზე რომ რა დაკარგა. არა, იცის რაც დაკარგა, მაგრამ რომ დაკარგა ამაზე ფიქრობს, კი. სამკუთხედებით რო იყო შემორტყმული ყველა მხრიდან იმას ნანობს, კი. რას ფიქრობს და განქორწინებაზე ფიქრობს. თუ კი თქვენი პარტნიორი სამკუთხედში ხართ მეგობრებო და დაოჯახებულია, განქორწინებაზე ფიქრობს. თქვენი პარტნიორი ფიქრობს განქორწინებაზე, თუ კი თქვენ ხართ მესამე პირი იმ შემთხვევაში. თქვენი პარტნიორი ფიქრობს განქორწინებაზე. ხო, იქედან წამოსვლაზე ფიქრობს. ეჭვიანობს კიდევ. ბედის ცდა უნდა კიდევ თქვენთან. თქვენზე ძალიან ეჭვიანობს მეგობრებო. ხო. თქვენზე ძალიან ეჭვიანობს.
ეჭვიანობას ვხედავ აქ თან ძალიან დიდს და კიდევ უნდა რომ ბედის ცადოს თქვენთან. ერთ კაცზე ყოველთვის მოდის რამდენი 7 ქალიო? თუ პირიქით ერთ კაცზე 7 ქალი მოდისო, მეგობრებო, აღარ მახსოვს ამდენი. არ ვიცი. არ დავდივარ ქალებში უთხარიო. ეგება და ეხლა ამას ვინც წერს მადლობა გაიხარე საჩუქრისთვის. ეგება და იგიც აქაა და გისმენს. და რა შვები მაშინ? თქვენ იცით მეგობრებო, ადრე პირველად დავიწყე კითხვა-პასუხებით. კითხვებზე პასუხების გაცემით. ლაივებს ვთავდი 1 საათით კითხვა-პასუხებით, ხო და? ქალბატონი რომ მეკითხებოდა, მისი პარტნიორიც აქვე იყო. ლამის დამაყარეს, იცით? ხო, ეხლა მივხვდი თქვენ. ორივეს დავაბუნძუკე. ხო, აი ასე იყო კი. ეს კიდევ ერთ-ერთი ისაა, რომ რატო დავანებე კითხვა-პასუხებს თავი. აი ძალიან გამომფიტა. მეგობრებო, ეხლა ესეთ კითხვებზე პასუხებს მე ეს საჯაროდ ვერ გაგცემთ. ხო, აინც ვერ გაიგებს ვერაფერს. მოდი ახლა მინდა ვკითხო კაცს ჩემო ძვირფასებო. აი ამ ყოლაფრის მერე, კაი ამ ფიქრების მერე, ამ ტანჯის მერე, ძალის უქონლობის მერე, დაქვეითებული აქვს ნერვიულობისგან ყოლაფერი ამ ადამიანს. ამდენი ფიქრიდან და ნერვიულობიდან. მე მგონი ადამიანადაც აღარ ვარგია. ხო. ბევრი ამ ადამიანზე უარს იტყვის, ოღონ მართლა, გულით ვამბობ, ძალიან ბევრი უკან გააკუწურებს. ხო, მოდი ახლა ვკითხოთ. ამ ყოლაფრიდან რომ გამოვა, ამ ფიქრებიდან რომ გამოვა და გონზე მოვა ეს ადამიანი. გონზე მოვა. კი, გონზე მოვა. უეჭველი მოვა ახლა. როდის მოვა, მაგი არ ვიცით. ვკითხოთ მაგიც, მაგრამ როდესაც გონზე მოვა და გამოვა ფიქრებიდან, აი რას გააკეთებს, რას მოიმოქმედებს. რას მოიმოქმედებს მეგობრებო და ძალიან ბევრი აუხდენელი ოცნებები დარჩება ამ ადამიანს. დარჩება რა აქვს? მოულოდნელ დანაკარგებს იგრძნობს, ოცნებების თავზე დამხობას იგრძნობს, კრიზისში იქნება, უფულობა იქნება. პრობლემებს ვერ მოაგვარებს, ძალიან ბევრი პრობლემის ქვეშ იდგება ეს ადამიანი. და საკუთარ თავს აიღებს ხელში რო იტყვიან და დაიწყებს საკუთარ თავთან მუშაობას. აი ხედავთ ხო, მუშაობას. და საკუთარ თავზე დაიწყებს კი ფიქრს რომ როგორ გამოასწოროს თავისი შეცდომები. ახლა ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, არ გამკიცხოთ ამისთვის. რასაც ვხედავ, ის უნდა ვთქვა. ხო. აბატონო და მოვა თქვენთან მეგობრებო. მოვა თქვენთან. ოღონდ ამ ფიქრებიდან როდის გამოვა ეს არ ვიცი მე, შევეკითხებით ბოლოს, მაგრამ კი. იმიტომ რომ მართლა იხედება თქვენსკენ. მართლა იხედება თქვენსკენ, აი ხედავთ ხო თქვენს წინ ვიღებ კარტებს. ძალიან ცუდი ფიქრები აწუხებს, ყველაფერზე ფიქრობს ახლა ეს ადამიანი. ძალიან ცუდათაა, ყველაფერზე ფიქრობს, ახლა ან არ დააგვიანდეს, ან არ მიიღებთ, ან აღარ გინდათ, ან ხო, ახლა იმასაც იაზრებს რომ დააშავა, მაგრამ ხო, ახლა მას უნდა გამოსწორება ეს ერთია, მაგრამ თქვენ მიიღებთ თუ არა, ეს ადარდებს ძალიან. კიდევ რა? რას მოიმოქმედებს? ჭორების ეშინია, ამბის მიტან-მოტანის ეშინია, ვინ რას გებულობთ მასზე, ვის რა ამბავი მოაქვს თქვენთან მასზე. ხო, და შეიძლება ამ ყველაფერმა ჭორის სახით მოტანილმა ამბებმა მას საქმე გაუფუჭოს, ამას ფიქრობს.
ამაზე არ ძინავს ღამე მეგობრებო. არა, არ აცდებით. გამორიცხულია აცდენა. სხვათა შორის პირიქით არ უნდა აცდეთ, მეგობრებო. როდესაც ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე, ეხლა ისეთი პერიოდია გინდათ, არ გინდათ, 11 აგვისტომდე მოხდება ეს ყველაფერი წესით. ხო? მე ვამბობ ეხლა ამას ვისთანაც მართლა დიდი ხნის სტაგნაცია რო იტყვიან. დიდი ხნის გაჩერებული ურთიერთობა სადაც არის, ეს ურთიერთობა უნდა გაირკვეს, ან უნდა დაასრულოთ და ან უნდა გააგრძელოთ. და თქვენ ყველა ვარიანტში მოგიწევთ საუბარი ამ ადამიანთან. ეხლა როგორც მე ვითრიე ფეხი, მაგრამ მაინც მომიწია და მაინც მიწევს აი ესე და თქვენი გადასაწყვეტია მიიღებთ თუ არა ამ ადამიანს. გვერდს ვერავითარ შემთხვევაში ვერაულით, ამას სამყარო არ დაუშვებს მეგობრებო. იმიტომ რომ ან უნდა დაასრულოთ და ან უნდა გააგრძელოთ და ესე არ მიიღებით, ეს არ მოგვარდება. ხო, მე მგონი ახსენი კარგად, ხო. ეხლა არც მე მინდოდა, მაგრამ ესე არ ხდება მეგობრებო. არ ხდება ესე. ძალიან ბევრჯერ წავშალე, ძალიან ბევრჯერ დავბლოკე, ძალიან ბევრჯერ რამდენიც დავბლოკე, სხვა გააკეთა, მაინც მომწერა. ხო, აი უბრალოდ უნდა დაჯდეთ და რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს. სხვათა შორის მე ყოველთვის ვამბობ, როდესაც არ არის მისაღები, არ უნდა მიიღოთ, მაგრამ ამ ბოლო დროს მოდის ისეთი ენერგიები, მეგობრებო, რომ თან პერიოდია ისეთი, რომ უნდა დაელაპარაკოთ ამ ადამიანს და უნდა გადაწყვიტოთ, ან უნდა დაასრულოთ და ან უნდა გააგრძელოთ. ესე არ მიგიღებ, არ მჭირდება შენი ხმის გაგონება არ მინდა, შენი დანახვა არ მინდა, ესე არა. ესე არა მეგობრებო. ესე არ ხდება. დაჯდეთ და უნდა ისაუბროთ, თუნდაც ინტერნეტით. გაარკვიოთ, უნდა რა გინდათ, რა არ გინდათ, თქვენ როგორ გინდათ, მას თვითონ როგორ მოიქცევა, რას გააკეთებს, ეს ყველაფერი უნდა გაარკვიოთ, ამ ყველაფერზე უნდა ისაუბროთ, ან უნდა წერტილი დასვათ და ან უნდა გააგრძელოთ, ხო. აი ასე. მოდი ახლა მე ვკითხავ ამ ჩემი დასტით, რაც მაქვს ახლა დარჩენილი, თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? თქვენ ძალა არ გაქვთ არაფრის. თქვენ განადგურებულები ხართ, თუმცა მოლაპარაკება გინდათ, მაგრამ თავს უკვე კონტროლს ვეღარ აძლევთ მეგობრებო. ამის თქმა მინდა. აი, უკვე კამათში გადადიხართ, თავს უკვე ვეღარ აკონტროლებთ. შეგიძლიათ ისიც უთხრათ ადამიანს, როდესაც გამოჩნდება, რომ დრო მჭირდება, რომ ვისაუბროთ. ეხლა არა, უბრალოდ ეს მაინც შეგიძლიათ უთხრათ. ეხლა არა, საუბრის დრო. ესეც შეგიძლიათ უთხრათ მეგობრებო. და როდესაც დამშვიდდებით, ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ მშვიდად, დამშვიდებული. ხო, გაუგებარია თქვენთვის. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? ძალა არ გაქვთ, თქვენ ვერ ხვდებით რა უნდა გააკეთოთ. ამიტომ აი რაც ახლა გითხარით, ისე უნდა გააკეთოთ მეგობრებო. რომ უნდა უთხრათ თქვენი პარტნიორი თუ კი ითხოვს კონკრეტულად საუბარს თქვენთან, მოითხოვს, ან ითხოვს უკვე, ან ძალიან მალე მოითხოვს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ უთხრათ, რომ ცოტა დრო მოგცეთ, რომ თქვენც რაღაცნაირად მოიკრიბოთ ძალა და ისაუბროთ მშვიდ გარემოში. ხო. რომ მოემზადოთ უფრო სწორად საუბრისთვის. მეტი არაფერი. პირდაპირ ეთერში ჩართეთ მისი, რაო? ჩართე მისი აზრიც, მოგვასმენიაო. ეხა ამ ყველაფერს მე ხო, დაშლილია, ნახეთ, დაშლილია ურთიერთობა. ძალიან ცუდად წავიდა ურთიერთობა.
აქ ქონდა მესაკუთრეობასაც ადგილი. კი, სამყაროს რწმენაც აღარ გაქვთ. რწმენაც აღარ გაქვთ უკვე. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ და ძალიან ხართ უკვე მეგობრებო, ფსიქოლოგიური ფონი გაქვთ ცოტა რთული. უკვე თქვენზე ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს ეს სიტუაცია. ამიტომ ეხლა უნდა დამშვიდდეთ, ძალა უნდა მოიკრიბოთ და გამოხვიდეთ უნდა ამ სიტუაციიდან, რადგან უნდა გადაწყვიტოთ. ყველა ვარიანტი უნდა გადაწყვიტოთ მეგობრებო, ამას გვერდს ვერ აუვლით. რაც დიდხანს გააგრძელებთ ამ სიტუაციას, ხო? მით უფრო რთული იქნება თქვენთვის. დაუსრულებელი, გაურკვეველი სიტუაცია, ყველაზე ცუდია. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ხო. მოდი ახლა ვკითხოთ კარს. აი რომ მოილაპარაკოთ, რას გადაწყვიტავთ? აი თქვენი ურთიერთობის, მოდი ვკითხოთ კარს. თქვენი ურთიერთობის მომავალი. თქვენი ურთიერთობის მომავალი. სიახლეები. თქვენი ურთიერთობის მომავალი. თქვენ აიგნორებთ ამას, შიში გაქვთ და იმიტომ. ოღ თქვენი ურთიერთობის მომავალი ისა მეგობრებო, რომ თქვენი პარტნიორი იბრძოლებს. თქვენი ურთიერთობის კი ფიქრობს ამ ურთიერთობაზე რომ იბრძოლოს. თქვენი ურთიერთობის მომავალი. კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაკარგა, დრო დაკარგა, თავი დაკარგა. მეგობრებო, აბატონო, თქვენი ურთიერთობის მომავალი ისაა რომ ერთად იქნებით, ერთად გხედავთ. მე გხედავთ ერთად, კი? დაბალანსებულ ურთიერთობას ვხედავ. ყველაფერი დაწყნარდება, ყველაფერი დალაგდება სპეციალურად თან. ამას გადაწყვიტავთ თქვენ თვითონ. აი ურთიერთობაში თქვენ ორივე გადაწყვიტავთ, სპეციალურად გადაწყვიტავთ, რომ ორივე იზრუნებთ ურთიერთობაზე. კიდევ სადამდე მივა თქვენი ურთიერთობა. გარისკავთ. მეგობრებო, აქამდე თუ არ გამოგდიოდათ რისკი, ეხლა გარისკავთ და გამოგივათ. მეგობრებო, ოჯახი. აქ ბევრ თქვენთაგანთან იქნება ოჯახი. იმიტომ რომ ურთიერთობაზე იმუშავებთ. ეხლა თქვენ ისიც არ მოინდომოთ რომ მარტო ყველაფერი მისი ბრალია და არა, ხშირ შემთხვევაში ესე არ ხდება მეგობრებო. რაღაცები უნდა დავთმოთ და რაღაცები უნდა გავითვალისწინოთ თუ გვინდა ეს ურთიერთობა. უყურეთ, თუ ეს ურთიერთობა გაწყობთ, თქვენ თუ კი ამ ადამიანს აქ ეხლა ესეთი შინაარსი მოდის მეგობრებო. თქვენ თუ კი გიღირთ ეს ადამიანი და შანს თუ კი მისცემთ, აქ ურთიერთობა გამოვა. ოღონდ ეს თქვენი გადასაწყვეტია, რამდენად დაივიწყებთ წარსულს. თქვენ მზად ხართ რომ წარსული დაივიწყოთ? შეძლებთ ამას რომ აღარ გაიხსენებთ? მეგობრებო, მოუმზადებელი ხართ ამისთვის. თქვენ ამას საკუთარ თავს პირობას ვერ აძლევთ. ეს კარტი არის მოუმზადებელი. გინდათ კი, მაგრამ ამისთვის მზად არ ხართ. გინდათ, როგორ არ გინდათ? კი, სურვილი გაქვთ, მაგრამ თავს ძალას ვერ ატანთ. ჯერ არ ხართ ამისთვის მზად. ამიტომ გეუბნებით, რომ აიღეთ დრო თქვენი პარტნიორიდან. რაღაც დრო აიღეთ. შეგიძლიათ უთხრათ, რომ დრო მოგცეთ ამ ადამიანმა და ხო, რომ რაღაც გამონახოთ დრო და დამშვიდდეთ მეგობრებო. ხო, რომ არის კონფლიქტოთ ისე. ახალი შესაძლებლობები, ახალი გზები, პრობლემების ახლებურად მოგვარება, სულ სხვა გზით, სულ სხვა მეთოდით მეგობრებო. ახლებური ცოდნა, ახლებური რაღაც გამოიგონოთ უნდა და ამ ურთიერთობაზე უნდა იმუშაოთ. თქვენ რაღაცას მოიფიქრებთ, თქვენ მთავარია დამშვიდდეთ, საკუთარი თავი მოიყვანოთ ბალანსში მეგობრებო და თქვენ ამის ძალას მოიკრიბავთ, რომ ამ ადამიანთან დაჯდეთ და ისაუბროთ. კი, თქვენ შეგიძლიათ დრო ითხოვოთ ამ ადამიანიდან, რომ ეხლა არ ხართ ამისთვის მზად. მორჩა დამთავრდა. მეც მაქვს სიამაყე. უფრო სწორად სიამაყეც მაქვს და კიდევ მაქვს პრინციპი.
პრინციპი მაქვს რაღაცნაირი, აი იმდენად უკვე მეც აი როგორ თქვა მეგობრებო, აი რო არ გეკუთვნის და ადამიანი ისე მოგექცევა რომ არ გეკუთვნის, ხო? და მეც პრინციპი მაქვს უკვე საკუთარი თავის სიყვარული ვისწავლე, ახლა ეგოისტი გავხდი ზუსტად საკუთარი თავის, კი? რატომაც არა? ხო, აიღეთ დრო, ტაიმაუტი აიღეთ და უთხარით ამ ადამიანს რომ ეხლა არ გსურთ საუბარი. ეხლა არ გსურთ საუბარი, ეს არაა ქვეყნის დაქცევა და დანაშაული მეგობრებო. ხო? არ ხართ თქვენ ეხლა საუბრისთვის მზად. ამ ადამიანმა ახლა როდის რამდენი წელი იფიქრა ახლა მოსვლა და საუბარი, ეს იმას არ ნიშნავს რომ მე უცებ ავდგე და მივიღო და ვესაუბრო გულიანად, ხო მეგობრებო? აი ჩემს მაგალითს გეტყვით. არც მე ვარ ამ საუბრისთვის მზად. წუხელი ისე დამაძალა, ხო? კარგი ჩიტებიც დაიჭირა, მიიღო საკადრისი. ხო. ვეუბნები რომ არ მინდა. მას უნდოდა საუბარი, მე არ მინდოდა. ხო არ გაიგონა, ხო და ისეთები მივწერე, მიიღო და აი საკადრისი მიიღო წუხელ. ხო, ამ დილას კიდო შეშინებული მწერდა, თუ მივწერდი აინტერესებდა პასუხს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი შეშინებულია მეგობრებო. დედას გეფიცებით თუ ერთ სიტყვას ტყუოდე. იცის რომ გამკეთებელი ვარ. ისიც იცის რომ ერთი აკაუნთი მაქვს ინსტაგრამი და იმასაც გავაუქმებ იცის. იცის რომ გავაუქმებ. არ დავიხევ უკან და საერთოდ ვეღარ ვნახავს. ისიც იცის. ხა. მეგობრებო, ეს არის დამალვის და ანუ გაჩერების კარტი. აიღეთ ტაიმაუტი. კი, აიღეთ. არ გაქვთ ეხლა თქვენ ამის ძალა. თქვენ შეგიძლიათ ეხლა გააჩეროთ ეს ურთიერთობა, ეს თქვენი გადასაწყვეტია და თქვენ ამის სრული უფლება გაქვთ. იმდენად უკვე არ ელოდებოდით ამ ადამიანის ესეთ რაღაცას, ბევრი თქვენთაგანი არ ელოდებოდით. აი როგორც მე, შოკი მქონდა, მაგრამ ნუ ვიცოდი, მაგრამ ნუ როდის არ ვიცოდი, არ ველოდებოდი იმ დროს ზუსტად, ხო? ამიტომ აიღეთ დრო და დამშვიდდით, დაწყნარდით, გაითავისეთ ის რომ აი უთხარით ამ ადამიანს რომ არ ველოდი შენს დაბრუნებას, საერთოდ არ ვგეგმავდი დაბრუნებას, ჩვენს ურთიერთობის გაგრძელებას არ ვგეგმავდი, ამიტომ დრო მჭირდება ამისთვის. ეს შეგიძლია თქვენ უთხრათ, მეგობრებო. მეორე წელი არა, სალო, 4 წელია გასული, მაგრამ არა უშავს. როგორც არის საჭირო, უფალმა იცის ვისთვის როგორაა საჭირო. ხო, ამიტომ მეგობრებო, დრო ჭირდება იმ ყველაფერს, რომ ადამიანმა მიხვდეს, რას კარგავს თქვენი სახით. ზუსტადაც მეგობრებო, 4 წელი კი არა. უფრო მეტი უნდა მიხვდეს, მეტიც უნდა იყოს გასული, უფრო კარგად უნდა მიხვდეს. ხო. რთულია, მაგრამ რა ვქნათ ეხლა? მე ხო გავიარე ეს ყველაფერი, ეხლა როგორ ახლა მე გავიარე იმდენი ტანჯვა ტკივილი, ძალიან რთული პერიოდი, ხო? თქვათ. და რა ეხლა 4 წელი გავიდა და მოვა ეხლა და მე ესე ხელებ გაშლილი ესე მივიღებ და ესე ლანგრით მიართმევს უფალი და სამყარო ყველაფერს, ისე რომ იმან ყველაფერი არ გაიაროს რაც მე. ესე არ ხდება, მეგობრებო. ყველაფერი უნდა დააბრუნოს უკან. კი, 4 წელი დუმილი იყო. 4 წელი ზუსტად, მეგობრებო. ხო. არა, ყავა არ უნდა მიართვა ლოგინში. ყავა კი არა, წყალით ჭიქით წყალსაც არ დავუდგამ. როგორ გეკადრებათ, მეგობრებო? აბა თურმე? მოკლედ, იმედია ყველაფერი გასაგები იყო ჩემი ტაროს დასტით, ჩემო ძვირფასებო. მოდი ეხლა ჩვენ ვკითხოთ ჩემი ასტრა ბარათებით. რას ფიქრობს ზოგადად ეს ადამიანი? ჩემო ძვირფასებო, ეხლა უფრო მეტად, ხო, ანუ ვინც მისმენთ, ეხლა არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცი მისმენთ თუ ქალბატონი. ეს სიტუაცია მამაკაცებსაც აქვთ რთული პერიოდი და რთული სიტუაცია ქალბატონებიდან. არიან ისეთი ქალბატონებიც, მეგობრებო, რომლებიც ჯოჯოხეთს უწყობენ ბიჭებს,
მამაკაცებს მე ბევრი მომსწრე ვარ ესეთი, არც ქალს ვამართლებ ასეც, არ ვამართლებ არც ერთი წამით ესეთ ქალს, კაბიანს არ ვამართლებ. და აი ძალიან დიდ პატივს ვცემ ესეთ შარვლიან მამაკაცებს მაგალითად, ხო? რომ აი ძალიან პატივსაცემი არიან ისეთი მამაკაცებიც, რომლებიც ღირსეულები არიან ჩემო ძვირფასებო. და არიან ქალბატონებიც, რომლებიც ძალიან დაჩაგრულები არიან. ხო? ანუ რისი თქმა მინდა? მოკლედ, ქალებიც ისეთ რაღაცას აკეთებენ, მეგობრებო, რომ აი არ ვიცი, თმები ყალზე მიდგება. გეფიცებით. მოდი, ახლა მინდა ვკითხო ჩვენ ასტრა ბარათს. რას ფიქრობს ჩვენი პარტნიორი? რას ფიქრობს ჩვენზე? ჩვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს? მოდი დავიწყოთ. აი რას ფიქრობს მეგობრებო და აქ ორმხრივი სიყვარულია. ამას ფიქრობს. ამას ფიქრობს. რას ფიქრობს და ორმხრივი სიყვარულიაო, იმას ფიქრობს. ხო. ორივეს გიყვართ ერთმანეთი, ამას ფიქრობს. პირველი კარტი მეგობრებო. უფალს უნდა მივანდოთ ნამდვილად. ნამდვილად უფალს უნდა მიანდოთ. თქვენ დაკავდით თქვენი საქმიანობით მეგობრებო, აი 4 წელია ჩემი საქმით ვარ დაკავებული. ჩემს საქმეს მივხედე, ჩემს ცხოვრებას მივხედე, ჩემს ოჯახს მივხედე, ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთე, მოვაგვარე და დავასრულე. არ გავკიდები ვარ ამ ქუცურას. კი ეგონა და კი უნდოდა, მაგრამ არ გავკიდები ვარ მეგობრებო. არ შემიწუხებია თავი, თუმცა ელოდა ძალიან. ეგონა რატომღაც რომ გავეკიდებოდი, მაგრამ არ დავრჩი ისეთი მეც სხვებივით. ხო. ამიტომ ფიქრობს თვითონ თulis რომ ორმხრივია სიყვარული. ხო. კიდევ რას ფიქრობს? კიდევ რას ფიქრობს მეგობრებო და რაღაცის სამზადიშია ეს ადამიანი. ვაი რაღა ვქნათ. ნახეთ ქვემოდან კარტი? ეს ადამიანი რაღაცისთვის ემზადება, საჩუქრისთვის ემზადება, რაღაცისთვის ემზადება, რაღაცას აკეთებს, ისეც რომ აი მეგობრებო რა ვქნა, არ ვიცი, მაგრამ რაღაცას აკეთებს. აქ ძალიან დიდი იმედი და რწმენა აქვს იმისი რისთვისაც ემზადება. ოხო. აი მე შენ გეტყვი ახლა ამ ადამიანისთვის მოემზადება. აი ამ ადამიანისთვის მოემზადება, აბა რას იზამს მეგობრებო. აი ხელები ესე აქ და ფიქრობს რა გავაკეთო ახლა, როგორ გამოვასწორო ჩემი დანაშაული, როგორ გამოვისყიდო, აი რა მოვუწყო, რა ვაჩუქო, რით გავახარო და ბუს ეკითხება აგერ ახლა. გაგდებულებსაც ეხება ეს მეგობრებო, კი? გაგდებულებსაც და გამოგდებულებსაც. ხო. რა სიტუაცია გაქვთ? რა სიტუაციაც გაქვთ ახლა? არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ უბრალოდ ვფიქრობთ ვშლით გაშლა გვაქვს ახლა პარტნიორის ფიქრები და ქმედებები. რას ფიქრობს მეგობრებო და ახლა იმას ფიქრობს რომ ორმხრივი სიყვარული გაქვთ. რაღაცისთვის ემზადება. მანძილია თქვენ შორის. და აი ემზადება იმისთვის რომ ესეთ ადამიანთან მოვიდეს. ესეთ ადამიანს არ დაკარგავს. არა, ეჩხუბება საკუთარ თავს, ეს როგორ მომივიდა, ეს როგორ დამემართა, ეს რა ვქენი, ეს რა დავაშავე, ხო, აი ესეთი. ოხო, თქვენთან უნდა თანამშრომლობა ამ ადამიანს, თქვენთან უნდა მოლაპარაკება, მოლაპარაკებით, გეუბნებით, რაც თქვენ გინდათ იმის გამკეთებელია. აი ეხლა შეგიძლიათ მოერგოთ თქვენსას მეგობრებო, ხო? ყველაფერზე წამსვლელია, რასაც აი მოლაპარაკება ნიშნავს, ეს არის მოლაპარაკებების კარტი. რასაც თქვენ ისურვებთ, რაზეც მოილაპარაკებთ, იმის გამკეთებელია, კი. თან მოდის აი ეხლა ბევრი არ დამიჯერებთ, მაგრამ ნუ რა ვქნა. ეხლა მე ხო შევიცვალე მეგობრებო, მე ხო არ ვარ ძველებური, როგორიც ვიყავი ისეთი. ხო და ეს ადამიანიც შეიცვლება, ცოტა სხვანაირი იქნება, უფრო დამთბარი იქნება, შეცვლილი იქნება, ვერ იცნობთ.
სხვაობას მიხვდებით. წარსულ ადამიანთან და ახლანდელ ადამიანთან სხვაობას მიხვდებით. ისეთი სიტუაციით მოვა. გეუბნებით, მოდის. კი, მოდის მეგობრებო. მოდის. ხო, ეს თქვენი გადასაწყვეტია, ჩემო ძვირფასებო, გეუბნებით, ამას ვერავინ ვერ დაგაძალებთ. ამ ყველაფერს ვერავინ ვერ დაგაძალებთ, გარწმუნებთ, რომ თქვენ რასაც გადაწყვეტავთ, ის იქნება. ზუსტად. მეტი არაფერი. და ერთი კარტი მინდა კიდევ ამოვიღო. არ უნდა ამოვიღო, მაგრამ მაინც ამოვიღებ. ხო. კიდევ რა? შედეგები. ეს ადამიანი აანალიზებს ყველაფერს. ეს ადამიანი შედეგს ელოდება ამ ყველაფრიდან. ამ სიყვარულიდან შედეგს ელოდება. მისი ოცნებებიდან შედეგს ელოდება. მისი საქციელიდან რისთვისაც ემზადება, იმისგან შედეგს ელოდება. ხო. და თვითონ თვლის, რომ სასიხარულო შედეგი ექნება. ეს არის სიხარული. თან ჯვარია უფლის წყალობა. რატომღაც ფიქრობს, რომ უფლის წყალობა აქვს და ექნება. შეიძლება, რადგან ორი კარტი ამოვიდა, ეხლა თითქოს ერთმანეთს გავს, შეიძლება იყოს ისიც, რომ აი უფრო სულიერებასთან, უფრო ეს ადამიანი შეიძლება ეხლა ეკლესიაში დადიოდეს, ლოცულობდეს, მართლაც შეიძლება იყოს გამოსწორების კენწასული, ეხლა მეგობრებო, ადამიანებს ამის უფლებას ვერ წავართმევთ ეხლა ჩვენ. ეს მათზეა დამოკიდებული, გამოსწორდებიან თუ არა და თუ სურვილი აქვთ ამის, თორემ თუ კი სურვილი აქვთ, ნამდვილად სწორდებიან კი, ვისაც სურვილი აქვს. ეს ადამიანი ნამდვილად მიდის გამოსწორებისკენ, მაგრამ ეხლა ესეც თქვენი გადასაწყვეტია, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ამ ყველაფერს ვერავინ ვერ დაგაძალებთ. ხო, იცით რა, ეხლა მაგ შეკით მაგაზე პასუხს გაგცემ ეხლა იგულავა და მოდის. კი. აქვთ ეხლა ყველა ადამიანს აქვს ეს გულავის წლები, პერიოდი, ყველას აქვს მეგობრებო. აი არ თქვათ ეხლა ეს ქალებსაც აქვს და მამაკაცებსაც აქვს. ეხლა ესე ერთი ხელის მოსმით ყველას მედალს ორი მხარე აქვს. ხო? მედალს აქვს ორი მხარე. ნუ რა ვქნათ? ხალაც ქონია საქმეო? ხალაც. ცოცხლს ძინავს. არა, არ ძინავს, თვალები დაყლეპილი აქვს. არა, ეხლა გულავი იმას არ ნიშნავს, ხა ყველამ თავის სიტუაციას მოერგოს, ყველას აქვს რაღაც პერიოდი, აი რაღაცის, აი ზოგს მარტო ყოფნა უნდა, ზოგს გულავი უნდა, ხო ზოგს დროის ტარება უნდა, ზოგს დასვენება უნდა, ზოგს საერთოდ არ უნდა ურთიერთობაში ყოფნა. აი ვის როგორ მეგობრებო? ერთი წუთით ვერიფიკაციას მთხოვს ეკრანი. ერთი წუთით მეგობრებო. ვერ გავაკეთე. ხო, მარტო წოლით გაცივდა შეიძლება. საღამო მშვიდობის ლაივის ლო, როგორ ხარ? აი, ჩემთვისაც მეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ოღონ მართლა, გეფიცებით. მეგობრებო, იცი, მარტო ყოფნა კი არა, თავისუფლება, ჩემო ძვირფასებო. მარტო ყოფნა არ ქვია იმას, ეხა როგორ ვარ, რაც ვარ, მე მაგალითად. მე ვარ თავისუფალი ადამიანი. ხო, მე ვარ ზოგადად თავისუფალი ადამიანი და მე მაქვს უფლება ვიყო ასე. მე ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ მე არ მყავს ეხა პარტნიორი. მე 6 წელია მე არავინ არ მყავს, მეგობრებო. და აი გეფიცებით, არც მიჭირდება და საერთოდ არ მაქვს სურვილი. მინდა ვიყო ეს თავისუფალი. და რა გავაკეთო? აი ზუსტად სახში ყოფნა მიყვარს მარტო. მიყვარს მთელი დღე ვიწვე, მაგალითად, არაფერი არ გავაკეთო და ვიწვე. ეს არის ჩემი სიამოვნება. ხო.
აი რა ვქნა? ახლა ასე ვარ. 1 წლის მერე და 2 წლის მერე არ ვიცი, მაგრამ ეხლა ეს სიმშვიდე მინდა, მე ეს თავისუფლება მინდა. მინდა მე ეს თავისუფლება. სული მთხოვს, გული მთხოვს, ყველაფერი მთხოვს, მინდა. ამ ჩემი საქმიანობით მინდა დავკავდე. ამ ჩემი თავისთვის მინდა დავკავდე. ხო, აი რატომაც არა, მინდა მე ეს. მე ესეთი ცხოვრება მინდა, ეხლა რაც მაქვს. ამას ვინ წამართმევს ხა და ვინ დამაძალებს რაიმეს, ხომ არ მეტყვით? ნანობს, აბა რას ნანობს? ეჭვიც არაა. შესატანი. მეგობრებო, ძალიან კარგად ნანობს თქვენი პარტნიორი. არ გეგონოთ რომ არ ნანობდეს. აგერ ეჭხუბება საკუთარ თავს, რატომ შევცდი, სად დავაშავე, რატომ დამემართა, აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი. თვითონაც ეჭხუბება საკუთარ თავს, კერო და ბუს ეჭხუბება აგერ. აი იცით როგორი ადამიანები დაგკარგათ? აი ნახეთ პროსტა. ცეცხლს რომ აფრქვევთ. უძლიერესები. ბევრი ლომი მიყურებთ, ბევრი ვერძი მიყურებთ. ბევრი ცეცხლის სტიქია მიყურებთ. მეგობრებო, ეხლა არ გამინაწყენდეთ ზოდიაქოებს, რომ ყველას მე ზოგადად ვერ ვიმახსოვრებ ზოდიაქოებს, ვერ ვიმახსოვრებ რიცხვებს. მეგობრებო, უბრალოდ ცეცხლი შეიძლება არ იყვეთ სტიქიის და ცეცხლის ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანები, მაგრამ აი ენერგია გაქვთ ასეთი, ცეცხლს აფრქვევთ, მეგობრებო. ხო. და ადამიანი ხართ თქვენ ესეთი და ადამიანი რომელსაც უყვარს სამყარო და თქვენ ხართ კიდევ სამყაროსთვის აი უძვირფასესი ადამიანი. აი ყველაფერი რო გიყვართ, ყველაფერს რო აფასებთ, ყველას და ყველაფერს აფასებთ მეგობრებო. ცეცხლიც ხართ და ქარიშხალიც. და ესეთი ადამიანები მიყურებთ ახლა მე თქვენ და თქვენი პარტნიორი ფიქრობს ახლა როგორ მოვიდეს თქვენამდე. არა იცის რომ გიყვართ. თქვენ ხო არ გონიათ რომ არ იცის, დღესაც იცის რომ გიყვართ. პირველი კარტი ორ მხრივი სიყვარულისაა. მან იცის რომ თქვენ დღესაც გიყვართ. არ გეგონეთ რომ არ იცოდეს. თქვენ შეიძლება გაბრაზებით ამბობთ ახლა და არ შემედაოთ ამაზე, არ მეკამათოთ. გაბრაზებული ამბობთ ამ ყველაფერზე, გინდათ რომ ჯიბრზე. ესე არასოდეს არ გააკეთოთ მეგობრებო. ჯიბრზე ცხელ გულზე არაფერი გააკეთოთ. ხო, ესეთ ადამიანებს მინდა გივიწყებთ მეგობრებო. თქვენ თუნდაც ერთად ნამყოფი არ იყვეთ. თქვენ თუნდაც მარტო ინტერნეტ ნაცნობობა გქონდეთ. თქვენ სივრცეში ხომ მოხვდა ეს ადამიანი? всё, დამთავრდა. დამთავრდა მეგობრებო. თქვენ სივრცეში ხომ მოხვდა? თქვენგან ხომ თქვენ გამარჯობა ხო გითხრათ, ხო მოგესალმათ? დამთავრებულია მეგობრებო. მორჩა, კინო. ასე ადვილია რა თქვენი დავიწყება, თქვენი წაშლა ცხოვრებიდან ესეთი ადვილია რა. არა. კი ბატონო, 1000%. Life is love 1000%. ასე რომ მეგობრებო, ხო. ძალიან დარდობს, ეხლა ძალიან ნერვიულობს, ძალიან განიცდის. ხო და ინერვიულოს ახლა მან, მე რატო ვინერვიულო? 4 წელი რო არ გამოჩენილა ადამიანი და გეძებდიო, რას მეძებდა, ნომერი იცოდა ვერ დამირეკა? ხო, მეძებდა, აბა? ხო, ასია მეგობრებო. ასია, ჯერ აშავებენ და მერე ფიქრობენ. ჯერო ფიქრობდეს და მერე რო იფიქროს კი აღარ დააშავებს. ჯერ აშავებენ და მერე ფიქრობს. ხო, 4 წელი როგორ მე არ ვიცი. არ ვიცი. რაო, მისი გრძნობა როგორია? გრძნობა აქვს და სიყვარული აქვს. აქვს, მეგობრებო, სიყვარული აქვს. და ეს ადამიანი რაღაცისთვის ემზადება. მოდი, ახლა მე მინდა ვკითხო, აი რა დროის ვადაში გამოჩნდება ეს ადამიანი? მოდი ამ ასტრაბარათით ვკითხავ. გავლანძღე მერე წუხელის. მეგობრებო, დედას გეფიცებით ისეთები ვუთხარი, რომ ხო თქვენ ვერც წარმოგიდგენიათ.
უბრალოდ. და მომაყარა SMS-ები. ხომ მე ვუთხარი რაც მინდოდა ჩემი სათქმელი და ისა რა ქვია, მე მწერს რომ შენ ვიღაცაო ყავსო ეთყობა. მე ვუთხარი უკვე მაგ უკვე გავუჭედე. მაგ უკვე გავუჭედე მეგობრებო. აი მაშინ ვუთხარი სათქმელი. და ბოლოს ვუთხარი ნახვამდის მეძინება მეთქი. ხო, მაგრამ ამ დილას ძალიან მოკრძალებულად დილამშვიდობისა მისურვა. და მე ასე მივწერე, არა მუშაობ არ მცალია შენთვის მეთქინ. ხო, აი ასე მეგობრებო, თავი უნდა დაიფასოთ მეგობრებო. ეხლა მე მინდა ვკითხოთ ასტრაბარათს, რა დროის ვადაში გამოვა ადამიანი კონტაქტზე. ის ადამიანი ვისთანაც ჯერ არ გამოსულა კონტაქტზე მეგობრებო, იმათთვის არის ეხლა ეს კითხვა. ვისთანაც ჯერ კონტაქტზე არ გამოსულა თქვენი პარტნიორი. რა დროის ვადაში გადმოდგამს ნაბიჯს, რა დროის ვადაში გამოვა ამ ფიქრის რეჟიმიდან. რა დროის ვადაში მეგობრებო. კი, ეს თანამშრომლობის კარტია და აუცილებლად გამოვა. აი თანამშრომლობის კარტია, მეგობრებო, იმიტომ გამოვა, რომ ბინოკლითაც გიყურებთ ეს ადამიანი. ჯერ გავშიფროთ. ბინოკლითაც გიყურებთ. ჯერ იმიტომ რომ გამოვა, რომ ხო, აი კოშკი ლამის წაიქცეს, თავზე ჩამოიმხოს ყველაფერი, მეგობრებო, შეშინებულია. ხედავთ, ხელით როგორ აქ აწეული თავზე არ დამემხოს ყველაფერიო. ხო, ამ ყველაფერს ძალიან იაზრებს. ეხლა ნახოთ, რა დროის ვადაში გადმოდგამს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი ნაბიჯს. ამ წუთას გეტყვით მეგობრებო. ამ წუთას. რა დროის ვადაში მეგობრებო და კვირის დღეები არის პარასკევი და შაბათი. კვირის დღეებს თუ დავეყრდნობით არის პარასკევი და შაბათი. და თვეების თქვენ თუ კი ხვდებით რომ კიდევ დააგვიანდება ამ ადამიანს მეგობრებო, თვეებით თუ კი თქვენ ფიქრობთ რომ კიდევ რამდენიმე თვე უნდა დააგვიანდეს, მაშინ თებერვალი. ხო, თებერვალი. პარასკევი, შაბათი, კვირის დღეები და თებერვალი. ხო, ასე რომ ჩემო მეგობრებო, ნუ რა ვქნა პასუხი, რაც არის, ის უნდა მივიღოთ. მოკლედ, ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ხო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. უღრმესი მადლობა ყველას. ჩემთან ყოფნისთვის, ერთად ყოფნისთვის, ერთად უფრო ძლიერები ვართ მეგობრებო. არ დაგავიწყდება. გარწმუნებ, არ დაგავიწყდება. 4 თებერვალი გეიარა ჩემთან, მაგრამ არ დამვიწყები, არ დაგავიწყდება, არ ინერვიულო. უფრო არ დაგავიწყდება, პირიქით გემახსოვრება. ხო, მაგაზე მაგის გარანტიას მეგაძლევ. ხო, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა ყველას, გვერდში დგომისთვის, ერთად ყოფნისთვის, ერთად უფრო ბევრი შეგვიძლია. ზოგჯერ ასე ვიხუმროთ, გავიცინოთ, ერთმანეთს გული და ეს დარდები, გულის დარდები გადავატანიოთ მეგობრებო. ამიტომ ძალიან დიდ რამეს ნიშნავს გვერდით დგომა. გარწმუნებთ. არაფერზე არ ინერვიულოთ, ჩემო ძვირფასებო. ყველაფერი იქნება კარგად. თებერვლამდე რომ არ ინერვიულო, პირიქით უკეთესია ახლა მაგი თებერვლამდე თუ არ გამოჩნდება. შენ საქმეს მიხედე, შენზე იფიქრე, საკუთარ თავზე იფიქრე, მეგობრებო, წავედი წინარდეს, კაბა ვიყიდე, ფეხსაცმელები ვიყიდე, ჩანთა ვიყიდე. სად შემიძლია ახლა, ხომ არ მეტყვით? ადამიანი დაბადების დღისთვის ვემზადები. ხო და ეხლა სად შემიძლია ვინმეზე ნერვიულობა, ხომ არ მეტყვით? რას ქვია ვინერვიულო? ასე ვშვები, რაც მაგი არ იყო ჩემ ცხოვრებაში. აბა? კიდე უფრო უკეთესი კიდე. ზუსტად გეფიცებით. კაბა ვიყიდე, ფეხსაცმელები ვიყიდე, კურტკა ვიყიდე, კიდე რა ჩანთა ვიყიდე. ხო, ძალიან ბევრი რაღაცები ვიყიდე. რატომაც არა? ზუსტადაც მეგობრებო.
ამინ უფალმა დაგლოცოს ყველა. ზუსტად მეგობრებო, რაც საკუთარ თავს ასიამოვნებთ, გარწმუნებთ იმ დღიდანვე შეიძლება თქვენი ცხოვრება. რამდენადაც ადრე დაიწყებთ საკუთარ თავზე ფიქრს, საკუთარ თავზე სიამოვნებას, დედას გეფიცებით, აი ადრიდანვე, იმ წამიდანვე დაიწყება შეიძლება თქვენი ცხოვრება. ასე რომ ადრიდანვე იფიქრეთ. უკვე იფიქრეთ ამ ყველაფერზე. მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. ბედნიერი დილის გათენება ჩემო ძვირფასებო და ყველაფერი კარგად იქნება, არი ნერვიულოდ. მე კიდევ ავტვირთავ ამ ყველაფერს YouTube-ზე და გელოდებით კომენტარებში. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. გაიხარეთ, დალოცვილები ყოფილიყავით მუდამ. აბა დროებით.